მეგობრებო, მოგესალმებით, ვიმყოფები რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია და აი აგერ ხელმოწერები შეგროვდა ახლა, გროვდება იმისათვის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ უნდა დაინგრეს. რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები, რომ არ უნდა დაინგრეს რესპუბლიკური საავადმყოფო და ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს ეს სამეცნიერო მაფიის თარეში ამ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ანგრევს ქართულ მედიცინას. გაეცანით აი აგერ ჩვენს მაყურებელს და მოგესალმებით, მე ვარ რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი გიორგი კოპაძე. რა ვიცი, ჩვენ ვაპროტესტებთ იმ დადგენილებას, რაც ერთ მნიშვნელოვანი გრევაზე არის გამიზნული და ითვალისწინებს ამ საავადმყოფოს გრევას. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ დღემდე არაფერი არც ერთი დასკვნა, არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა და საერთოდ არაფერი არ დევს იმის დასასრულებლად, რომ რეალურად ამ დაწესებულებას სჭირდება გრევა და არ არის მისი რეაბილიტაცია უფრო რენტაბელური და სამინისტროს ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და სამხედრო გადაწყვეტილებას ექიმების, სამედიცინო საზოგადოების და ქართული ხალხის აბსოლუტური მოთხოვნების და ასე ვთქვათ ნების უგულვებობის შესახებ. აქედან გამომდინარე ვითხოვთ მთავრობის არსებულ დადგენილების გაუქმებას და ეს მიმართეთ პრემიერს, ახალ პრემიერს, რომ თქვათ შეიქმნას რეალურად დარგობრივ ექსპერტებთან ერთად რეალური კომისია, რომელიც გადაწყვეტავს, რომ მართლა უჭირდება ამას, თქვათ, რეაბილიტაცია უფრო კარგი იქნება ექიმებისთვის, სამედიცინო საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, მოსახლეობისთვის, ყველასთვის, დანგრევა რეალურად თუ რა. ოღონდ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაფუძნებული რეალურ ექსპერტებზე და რეალურ გათხრებზე და რეალური ციფრები უნდა იყოს ამისი და არა ისე, როგორც დღევანდელი ჩვენი მინისტრი რაღაცა აბსტრაქტულ რაღაცებს ისვრის და რეალურად დოკუმენტი და ანუ თქვენთვისაც არ გადმოუწია არანაირი ჩვენთვის საერთოდ თვითონაც არ თავის საიძეს ექსპერტიზები და რეალური თანხები რა ჯდება, დემონტაჟი რა ჯდება, რეაბილიტაცია და ეს არ არსებობს დღემდე, არც ერთ ტელევიზიას არ გაუშვებია ამ ექსპერტიზისა და აქედან გამომდინარე ნათელია, რომ საერთოდ არ არსებობს ესეთი დასკვნები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ ამას და მთავრობის ხდომაზე როცა დაუსვეს მინისტრს, თქვათ ეს რეალურად რა ჯდება, დაანგრევა და რა ჯდება ესო, ესეთი პასუხი გასცა, ყველა შეუძლია რომ ნახოს, 2 დღეში კი პასუხი. დაანგრევა და ანუ ანგრევენ ისე რომ აი როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული არის დაანგრევენ და მერე ფიქრობენ რა აშენონ და მერე კორპუსები შენდება. დიდი მადლობა. მოსახლეობას ვეთქვი, რომ მიმდინარეობს ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ინგრევა სახელმწიფო ქონება, ნადგურდება და ამას პატრონი არ ყავს და საქმე იმაში არის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის შემდეგ მიადგებიან სამედიცინო უნივერსიტეტს. ჯერ სადაც რა დღეში არის სამედიცინო საზოგადოება ჩაგდებული, კოვიდმა ყველას დაგვანახა რაც ხდებოდა და აგერ ყველაფერი დგინდება თუ რას უშვებიან ამ ექიმებს და ფაქტიურად პატიოსანი პაციენტზე ორიენტირებული ექიმების განადგურება ხდება ჩვენს ქვეყანაში და თუ ეს ასე გაგრძელდა ჩვენ არაფერი აღარ დაგვრჩება, განადგურებული იქნება მთელი ეს მონაგარი, რაც საუკუნეების პერიოდში გროვდებოდა ფაქტიურად. წინა საუკუნეში დაიწყო აი ამ სამედიცინო უნივერსიტეტის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა და მე ხაზს გაუსვავ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს და სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული ობიექტები არიან. ეს შენობები შენდებოდა იმისათვის, რომ საომარ მდგომარეობაში გამოეყენებიათ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინა საუკუნეში და ახლაც კი ველოდებით ჩვენ ატომურ ომს და გათვლილი იყო ზუსტად ატომური თავდასხმის შედეგად და უნდა გადარჩენილიყო ეს შენობები და იმდენად მყარი არის, რომ ვერ და მასე მარტივი დასანგრევიც არ არის. ახლა ბატონი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენო დოკუმენტაციას არ გვანახებენ. დოკუმენტაციას არც ამათ აჩვენებენ, ჩვენც გამოვითხოვეთ
ჯერ კიდევ 2017 წელს გვინდოდა რომ სამხედრო სამეცნიერო აკადემია დავაფუძნეთ და ყოფილიყო რესპუბლიკური საავადმყოფო ბაზად მოზიდული ყავდა ასევე საზღვარგარეთიდან და ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპონსორები, რომლებიც დააფინანსებდნენ 300 მილიონზე მეტს ჩადებდნენ იმისათვის, რომ მომხდარიყო რეაბილიტაცია და სამხედრო სამეცნიერო აკადემიისთვის ბაზის გაკეთება და აქ იყო საუბარი სამ კლინიკაზე, ეს იყო რესპუბლიკური საავადმყოფო, ცენტრალური ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც ასევე დანგრეულია და დედააქ ნატირები და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ტელევიზიის უკანა სამივე აი ამ კლინიკას ყიდიდა პარტნიორთა ფონდი საგანელიძე. მაგ პერიოდში ჩვენ რო დაუკავშირდით და დაგვიმალეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი. საერთოდ გააქრეს საჯარო რეესტრიც არ არის ატვირთული ელექტრონული ვერსია რესპუბლიკური საავადმყოფოს ასე რომ ეს ყველაფერი მიმართული არის იმისათვის, რომ გარკვეული მაფიოზური სტრუქტურები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ სახელმწიფო ქონება კაპიტალში. თუ ასეთი მდგომარეობა არის და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, აი ლარიანი, ჩემო აი ლარიანი, ლარად იყიდება ეს ტერიტორიები. აგერ ლარი და მოგყიდონ ჩვენ სამხედრო სამეცნიერო აკადემიას გადასცენ რესპუბლიკური საავადმყოფოც და გადასცენ ონკოლოგიური საავადმყოფოს და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს და ჩვენ მივხედავთ ამას, მით უმეტეს ქვეყანაში ფაქტიურად საომარი მდგომარეობაში ვართ, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და სამხედრო ექიმის პროფესია გააუქმეს ამათმა. პროფესია გააუქმეს. აგერ ლარს გაძლევთ, აი ოფიციალურად, აი ლარი და გადმოგვეცით სამხედრო სამეცნიერო აკადემიას. და ჩვენ მივხედავთ, არც ერთი ექიმი არ იქნება დათხოვნილი, არ იქნება შენობა დანგრეული, პირიქით რეაბილიტაციას მოვახდენთ და ჩვენი ხარჯებით მივხედავთ აი ამ ყველაფერს. სახელმწიფოს არაფერს არ ვთხოვთ, თუ სახელმწიფოს დაჭირდება, მოუმზადებთ სპეციალისტებს. ასე რომ ქართულ საზოგადოებას მოუწოდებ, რომ დაუდგნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს. ამ შემთხვევაში მათ კი არ უდგებიან გვერდში, საკუთარ თავს უდგებიან, იმიტომ რომ ექიმი თუ არ გვეყოლება ჩვენ და დაგვანახა კოვიდმა, რომ ჩვენ ექიმები არ გვყავს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა გამყრელიძე იმ ნაძის ხელში და მოძღურავდნენ იქიდან და დახოცეს მთელი ქვეყანა, აი ეს იყო. ამიტომ კიდე გიმეორებთ. გამოდით და დაუდექით ამ ექიმებს. საკუთარ თავს დაუდგებით თუ არა, საავადმყოფო რო არ იქნება და ექიმი არ გეყოლებათ, ირბინეთ მერე თურქეთში, მთავრობა კი გარბის აგერ საქართველოში არც ერთი არ მკურნალობს, ყველა გარბის თურქეთში, ახდენენ დიაგნოსტირებას, ახდენენ მკურნალობას, ზოგი ვინც ახერხებს ევროპაში გარბის, საქართველოში ნამკურნალები მე არავინ არ მინახია და ამ საავადმყოფოში დედააქ ნატირები ყველაფერს. და აქ ქონდათ გახსნილი COVID კლინიკა იყო გახსნილი, გახსოვთ? დაახოციეს უდანაშაულო ადამიანები. აქ დეზინტეგრაციაც გაჩნდებოდა და ისიც რა. აქ რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, უნდა გაკეთდეს, გარემონტდეს. და მე ხაზ გაუსვა, რომ ამ რესპუბლიკური საავადმყოფოს გრევა ჯერ დაიწყო მიშა სააკაშვილმა თავის დროზე. და ახლა აგზელებენ ესენი, იმიტომ რომ ხელში უნდა ჩაიგდო და კალაძის ინტერესი არის პირდაპირ გეუბნებით. კალაძის ინტერესია ამაში ჩადებული, რომ ხელში ჩაიგდოს ტერიტორია. ამის უკან არის კრუმუნშტა სკოლა-ინტერნატი, რომელსაც ასევე ანგრევენ, უპატრონო ბავშვთა სახლი, M კვადრატი ცდილობს, რომ იქ კორპუსები ააშენოს და იგივე კორპუსების შენებლობა წავა ამ ტერიტორიაზე. ვერ გაძღენ ესენი. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ ყველას გვერდში დაუდექით ამ ხალხს. ვარ კიდევ უარეს დღეში აღმოჩნდებით, მით უმეტეს ჩვენ გვიანონსებენ, რომ პანდემია კიდე იქნება და ახლა ხელს რომ მოაწერენ იმ ხელშეკრულებას და იქ მითითებებს რომ მიცემენ, რომ დახოცეთ ეს ხალხიო, მე ნახავთ თქვენ. აი ეს არის კიდე სამეცნიერო უნივერსიტეტი, აი აგერ
ესაზღვრება პირდაპირ და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფო იყო სამეჯლისო უნივერსიტეტის კლინიკა. ჩამოართვეს სამეჯლისო უნივერსიტეტს ეს კლინიკა, რომ სტუდენტებმა ვერ ისწავლონ და მერვე საავადმყოფოში, რომელიც თავის დროზე დასანგრევი იყო, იმის რეაბილიტაცია მოახდენინეს, ის გაარემონტეს და იქ გადაიტანეს სამეჯლისო უნივერსიტეტის კლინიკა. აი აგერ აი პირდაპირ პროფესურა აქვე არის რესპუბლიკური საავადმყოფო. მე არ ვიცი ახლა სტუდენტები რა აზრი არიან. აქედან იქ მერვე საავადმყოფოში დარბიან და თავისუფლად შეიძლებოდა რომ აქვე ყოფილიყო სასწავლებელი პირდაპირ მიბმული და საკმაოდ მაღალი პროფესიონალი ექიმები მუშაობდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს ასე იყო და ახლა რა ხდება შიგნით და რას იმაშებიან დირექტორიც გამოუწვიათ სამეჯლისო უნივერსიტეტში კიდე ახალი რექტორი არის, არ ვიცი ვინ არის, მაგასაც გავარკვევ და იწყება ახლა სამეჯლისო უნივერსიტეტსაც მიადგებიან ცოტა ხანში და დაანგრევენ. სამეჯლისო უნივერსიტეტსაც დაანგრევენ, იმიტომ რომ თუ ეს დაანგრიეს, გვერდზე არის ეშენობები და შესაბამისად იტყვიან რომ ესეც ამორტიზირებულია და თუ არ დაინგრევა სტუდენტი მოყვება შიგნითო და აი ეს ზევით რაცაა ჩამოცვენილი ესა მოულელობისგან. ეს არის მოულელობისგან. და მე გეტყვით, აი ახალი აშენებული M კვადრატის корпуსებს ჩამოუწვიდა, აი მთელი კედელი ჩამოუვარდათ ის ბათქაში იყო თუ რაღაცა გარედან მოპირკეთებული. რატო არ დაანგრიეს ის საცხოვრებელი корпуსები? მაგის ვარ შეკითხვას. ეს შუშის ისინი რაც მიაწებეს აქედან იყო უხარისხოდ მიწებებული. მიშა ზავა ხარისხიანი რა გაკეთებული. უხარისხოდ იყო და ასევე მოულელობის გამო აგერ რა კაცშვილი ხელს არ კიდებს. არის მიტოვებული ზედა სართულებს კი აკვირდებით და ამან გამოიწვია იმის ჩამოცვენა. ახლა შრომის ინსპექცია რო შემოვიდა ვითომ. გავა აქამდე სად იყვნენ? ახლა რატო არ შემოვიდა? კოვიდის დროს რატო არ შევიდნენ? რატო არ დაათვალიერეს? თუ მაშინ არ არსებობდა შრომის ინსპექცია. მე კიდე ხაზს გავუსვა რომ გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტები და დროზე გადმოგხსენ ის დოკუმენტები რაც გამოვითხოვეთ. ეტყობა ამას ჩვენი ის დავიწყდათ და გონიათ რომ გავჩერდებით. მე დროებით დაგემშვიდობით, არის გავესაუბრები კიდე სტუდენტობას, ვინც არიან და თანამშრომლებს და კიდე დაიგეგმება აუცილებლად და რაც შეეხება საგანელიძეს ის ფულები რაც მოიპარა ურჩევნია უკან დააბრუნოს. სამი მიგუკითხია საგანელიძისთვის თუ არა გამყრელიძეზე ნაკლები ის კი არ არის.